მილიონზე მეტი ადამიანია მსოფლიოში დაავადებული ტუბერკულოზის აქტიური ფორმით, 11 მილიონამდეც კი არის ახალი შემთხვევები ტუბერკულოზის ყოველწლიურად. ინფექციური მკვლელის კუთხით ინარჩუნებს ლიდერობას. ის არის ჩუმი ნელი მკვლელი. ანტიბიოტიკების კომბინაცია მოგვცა საშუალება ძალიან გაგვეიოლებინა მკურნალობის თემად. ტუბერკულოზით ავადობის 10-15%-ში თვითგანკურნება დგება. წამალმდგრად ფორმასთან ბრძოლა არის ყველაზე დიდი პრობლემა. შეიძლება სულ მალე ანტიბიოტიკი იქცეს რარიტეტად თაროზე შემოსადებ საგნად უშვილობის 27% იყო განპირობებული რეპროდუქციული სისტემის ტუბერკულოზით, რომლის შესახებ არც პაციენტმა იცოდა, არც ექიმმა. ჩვენ ყველა ის რესურსი გაგვაჩნია, რაც ნებისმიერ ქვეყანას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გააქვს. ტუბერკულოზის ერთი ყველაზე დიდი დამახასიათებელი პრობლემა ასევე არის სტიგმა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე დღეს. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯანმრთელობის დღიურებს. დღეს ჩვენი თემა იქნება ტუბერკულოზი და მასთან დაკავშირებული საკითხები და ჩვენი სტუმარია ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი და პროფესორი ზაზა ავალიანი. მოგესალმებით. გამარჯობათ, მოგესალმებით, სიამოვნებით თქვენ და თქვენს აყურებელს. ვისარგებლებ შემთხვევით საახალწლო დღეებია და მოგილოცავთ ახალ წელს პულსის არაჩვეულებრივ კოლექტივს. მაღალი პროფესიონალიზმით, ობიექტურობით გამორჩეულ შესანიშნავ ტელევიზიას, რომელიც არის საოცრად კეთილგანწყობილი და მომართული იდგეს ადამიანთა ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და თავისი მაღალნიჭიერი პროდუქციით ყოველთვის გვანიჭებს დიდ სიამოვნებას. მოდი დავიწყოთ ტუბერკულოზის ისტორიულ ჭრილში განხილვით. ვიცით, რომ ტუბერკულოზი ერთ-ერთი უძველესი ინფექციური დაავადებაა. და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ პრეისტორიულ ეპოქაში მცხოვრები ადამიანების ნეშტებში აღმოჩენილია ტუბერკულოზის კვალი. რა გავლენა ჰქონდა ისტორიის განმავლობაში ტუბერკულოზის კაცობრიობაზე, რა იყო მისი გამომწვევი და რა მდგომარეობაა დღესდღეობით? კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაა, ბევრისთვის ერთგვარად მივიწყებულიც, მაგრამ თემა, რომელიც აქტუალობას არ კარგავს დღესაც, რამე თუ 60 მილიონზე მეტი ადამიანია მსოფლიოში დაავადებული ტუბერკულოზის აქტიური ფორმით და გარდაცვალებათა რიცხვი 1,5 მილიონს ქვევით არ სცდება. მათ შორის 2 მილიონამდეც იყო კოვიდის დროს და იმ პერიოდში, როდესაც კოვიდი მძვინვარებდა, ტუბერკულოზით გარდაცვალების რიცხვი არც ჩამოუვარდებოდა კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვს. თუმცა ეს ერთგვარი სტანდარტი დადგენილი წესი, რასაც კაცობრიობა შეგუებულია, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ, თუმცა ასევე ხაზგასასმელია ეს გარემოება, რომ 10.11 მილიონამდეც კი არის ახალი შემთხვევები ტუბერკულოზის ყოველწლიურად. ანუ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, მიუხედავად თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ტუბერკულოზი რჩება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ დიდ გამოწვევად. მე მხოლოდ 2 საუკუნის სტატისტიკა შემიძლია ამ კუთხით მოვიხმო, საუბარია მე-19 და მე-20 საუკუნის მაჩვენებლებზე, როდესაც ტუბერკულოზით გარდაცვალებათა რიცხვმა შეადგინა 2 მილიარდი ადამიანი, რაც გაცილებით მეტია ვიდრე მსოფლიო ომები, ლოკალური ომები, სხვა ტიპის საომარი მოქმედებები, ასევე კატასტროფები და ასე შემდეგ ერთად შეკრებილი. ეხლაც ტუბერკულოზი ავადობათა მკვლელ ავადმყოფობათა სტრუქტურაში იკავებს წამყვან პოზიციებს, ინფექციური მკვლელის კუთხით ინარჩუნებს ლიდერობას, ხოლო საერთო სხვა სომატურ ავადობებთან ერთად ის მე-7 ადგილზე იმყოფება. ასე რომ ტუბერკულოზი როგორც თემა არ ამოწურულა სამწუხაროდ და ეს არის განგრძობითი ბრძოლა კაცობრიობისა, თქვენ სავსებით ზუსტად შენიშნეთ, პრეისტორიული ხანიდან მოყოლებული, შეიძლება არის ესეთი ვარაუდი, რომ კოხის ჩხირი უფრო ძველია, ვიდრე შეიძლება კაცობრიობაც კი. აქედან გამომდინარე, პირველი სამარხები საუკუნეების წინ, თუ არ ვცდები 12 საუკუნის წინ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ეგვიპტეში აღმოჩენილი სამარხები და მერე მოგვიანებით პერიოდშიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ თემა იმ დროისთვის უკვე ცნობილი იყო. და ეს სამარხები იყო ერთად თავმოყრილი. ანუ
იმდროინდელი საზოგადოება მიხვდა, რომ ტუბერკულოზი გადამდები დაავადებაა და ცდილობდნენ ერთგვარ იზოლაციაში მოექციათ ის პირები, ვინც ტუბერკულოზით იყო დაავადებული და აი ამის შედეგი იყო ის აღმოჩენილი კოლექტიური სამარხები. სადაც ესა თუ ის ყვალი ტუბერკულოზსა ჩვენ უფრო საუბრობთ ცხადია ამ შემთხვევაში ფილდგარეთა ფორმებზე ტუბერკულოზის, რომელიც ტოვებს კვალს საუკუნეების და ათასწლეულების შემდეგაც კი. საქართველოში მე-6 საუკუნის ნამარხები აღმოჩენილი, უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის ქრისტეს შემდგომ, სადაც არის ნანახი წელის მალების ტუბერკულოზი, ანუ ასევე ძვალსახსოვანი სისტემის ტუბერკულოზი. ტუბერკულოზი თვითონ პრობლემა, ანუ ხსოვარი დროიდან მომდინარეობს, იყო მრავალი ბრძოლის მეთოდები, იარაღი, რომელსაც ცდიდა კაცობრიობა ამ ვერ აგდა მოურეველს ამ ბრძოლაში, თუმცა საბოლოოდ ამარცხება ჯერჯერობით მაინც ვერ მოხერხდა. აქვე დაგისვავთ კითხვას გამკლავების მეთოდებთან დაკავშირებით, რა ეტაპები გაიარა ტუბერკულოზთან ბრძოლაში გამოყენებულმა მეთოდებმა და რამდენად ეფექტური იყო ეს მიდგომები? კი ბატონო, უამრავი ლიტერატურა ამის თაობაზე, უამრავი მიდგომები არსებობს დაწყებული სპირიტუალური, ანუ რიტუალური შელოცვებიდან მოყოლებული ამ უძველესი პერიოდიდან, აეროთერაპიის, კუმისოთერაპიის მიდგომებიც კი არის მოწოდებული, როდესაც ცხენის რძით კუმისით კურნალობდნენ ტუბერკულოზს. ერთ-ერთი ყველაზე ბარბაროსული მეთოდი იყო ხელოვნური პნევმოთორაქსი, ანუ ხელოვნურად იწვევდნენ ერთგვარად ფილტვზე ზემოქმედებით, ხდებოდა ფილტვის მოცულობის შემცირება, რაც ერთგვარად ლოკალიზებას უკეთებდა ამ პროცესს და შემდგომ ეს გარკვეულწილად ახანგრძლივდა ადამიანის სიცოცხლეს. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტზეა საუბარი. მაგრამ ყველა მეთოდი იყო არაეფექტური, ვიდრე 1953 წლამდე, როდესაც გენიალურმა მეცნიერმა ამერიკელმა პროფესორმა ვაქსმანმა შექმნა პირველი სინთეზირებული ანტიბიოტიკი სტრეპტომიცინის სახით, რომელიც მოგვევლინა როგორც მხსნელი. მე მახსენდება ამასთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია, რომელსაც ჩემი მასწავლებელი აკადემიკოს თამარ დეკანოსიძე მიყვებოდა, როდესაც ის სტუდენტად ყოფნის პერიოდში მუშაობდა ერთ-ერთ კლინიკაში. მაშინ იყო ქალაქის თუ არ ვცდები რესპუბლიკური საავადმყოფო სტატუსით, აი წმინდა მიხეილის ჰოსპიტალი, რომელიც ამჟამად დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა მაშინ და შესაბამისად იქ იყო ესეთი თემა, რომ ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანებიც მკურნალობდნენ. ომის წლებია, საუბარია მეორე მსოფლიო ომზე და როდესაც კალოდონა თამარმა მითხრა, რომ ერთი ძალიან ძიმეთ ყოფი პაციენტი იყო, აი წუთებს ფაქტიურად ითვლიდა აღსასრულამდე. ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტზეა საუბარი და როცა გვიანობამდე ვიმუშავე, წამოვედი და დავტოვე ეს პაციენტი და მეორე დღეს რომ დავბრუნდი, დილით მოვედი, პირველი გავიხედე და საწოლი იყო გასწორებული, გადაფარებული იყო ზეწარი და ჩავთვალე რომ ეს აღესრულა. და როდის გარდაიცვალა ვეკითხე და მითხრეს რომ პერსონალმა არ გარდაცვლილა მზის და მიირთმევს საკვებს. ასეთი საოცარი ეფექტი ჰქონდა იმ საღამოს მიცემულ ანტიბიოტიკ სტრეპტომიცინს. დღეს ახლა სტრეპტომიცინი ტუბერკულოზის მკურნალობა წარმოუდგენელია. რასაკვირველია და ეს არის ბრალი ჩვენი, ვინაიდან აბსოლუტურად ირაციონალურად იქნა გამოყენებული ეს უებარი საშუალება, როგორც არის ანტიბიოტიკი ავადობებთან ბრძოლაში და სამწუხაროა რომ დღეს კაცობრიობა არა მარტო ტუბერკულოზის თვალსაზრისით, არამედ უამრავი სხვა ინფექციური გენეზის დაავადებების თვალსაზრისით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. შეიძლება სულ მალე ანტიბიოტიკი იქცეს რარიტეტად თაროზე შემოსადებ საგნად და მან ის თავისი ეფექტი ვერ შეასრულოს, რომელიც ასე აუცილებელია და ასე ვიტყვიან სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მთელი კაცობრიობისათვის. აი ის გენიოსი ადამიანი, ხა ვაქსმანის სახელი რამდენმა იცის ძალიან რთულ წარმოსადგენია, თუმცა ყველამ ზეპირად იცის ჰიტლერის ბიოგრაფია, სტალინის ბიოგრაფია, ნაპოლეონის, ლენინის, ანუ ვინც მუსრს ავლებდა ადამიანებს, მათი ბიოგრაფიები ყველამ შესანიშნავად იცის და აი ამ დაუფასებელ შესანიშნავ მოღვაწეებს, რომელთაც მილიონობით არა, მილიარდობით სიცოცხლე იხსნეს, სამწუხაროდ ეს ერთგვარად მივიწყებულია და
არის ჩვენი ცნობიერების მიღმა ხშირად. ეხლა ეს შეგნებულად ხდება, შეუგნებლად, ქვეცნობიერშია თემა, ცნობიერში ვერ გეტყვით. მაგრამ თემა ის არის, რომ აი ამ ადამიანების მოღვაწეობაზე დგას ბრძოლა. ბრძოლა სხვადასხვა დაავადებებთან, მათ შორის ტუბერკულოზთან. ამ ანტიბიოტიკოთერაპიის ერას მოყვა ის, რომ უკვე წამოვიდა ძალიან კარგი შედეგები. კატასტროფული მდგომარეობა იყო, მე თბილისის მაგალითს გეტყვით. თბილისი, რომელიც დაახლოებით 30,000-მდე მოსახლეს ითვლიდა მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში და აქედან 12,000 იყო დაავადებული ტუბერკულოზით. ეს იყო ტოტალური ეპიდემია. და ძალიან მძიმე შედეგებით თავდებოდა. უამრავი გამოჩენილი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ტუბერკულოზმა. ჩვენ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში გვაქვს ძალიან თვალსაჩინო ესეთი ფოტო გამოფენა. ანუ ეს არის ფოტოები იმ ცნობილი მარტო ცნობილი ადამიანების, რომელიც ტუბერკულოზთან ბრძოლას შეეწირა და ან იყო დაავადებული ტუბერკულოზით, რომელიც იწყება პირველი სართულიდან ადის მესამე, მეოთხე სახურავამდე მიდის და არ თავდება ეს ჯაჭვი. მათ შორის არიან უამრავი გამოჩენილი ადამიანები, ადამიანია მათ შორის, რომელიც ჩვენი როგორც ლადო ასათიანი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა ქართველი მოღვაწეები, ასევე საერთაშორისო დიდი სახელის მქონე ადამიანები, კარდინალი რიშელიე, ნაპოლეონ ბონაპარტის დიშვილი, შემდეგ მეფეები, მოღვაწეები, სხვა ჯორჯ ორუელი, თუნდაც ფრედერიკ შოპენი, ვინსენტ ვან გოგი და ასე შემდეგ. ანუ უზარმაზარი ცხრილი და ნუსხა, ბრაილი, აი ვინც ბრმათათვისის ცნობილი ამბანი შექმნა და კაფკა, ფრანც კაფკა, უამრავი ადამიანი, რომელთაც ვერ დასცალდათ რამდენ შესანიშნავ ქმნილებას შექმნიდნენ ისინი, რომ არა ტუბერკულოზი. აი საოცარი თემა. ასე რომ ვივიენ ლი მაგალითად უცნობილესი ჰოლივუდის ვარსკვლავი და ის ტუბერკულოზით დაავადებული გახდათ და ასე შემდეგ. ნელსონ მანდელა და რომელი ერთი ვთქვათ. ასე რომ ტუბერკულოზი ეს მინდა ხაზგასმით თქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის კუთვნილება. ტუბერკულოზი მე-19 განსაკუთრებით საუკუნეში ერთგვარად სამეფო კარის დაავადებადაც კი ითვლებოდა, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის მეფის ძმა, პრინცი გიორგი, ასეთი რომანოვი, კურნალობდა აბასთუმანში. აი ეს კიდე ცალკე თემაა ტუბერკულოზის აეროთერაპიის და კურორტული მკურნალობის თემა და ამაზე ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ. კი ბატონო. ხო, აქვე დაგისვათ მაშინ შეკითხვას, წარსულში ითვლებოდა, რომ კურორტებზე და სანატორიუმებში, მაგალითად საქართველოში აბასთუმანში, ეფექტური იყო ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მკურნალობა. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სინამდვილეს და რა დადებითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს აეროთერაპიას ტუბერკულოზთან ბრძოლაში? სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ მედიცინა და მეცნიერება ყოველთვის სწორი ვექტორით არ ვითარდება. არის შემთხვევები, როდესაც რაღაც არასწორი მიგნებები ხდება, იქცევა ერთგვარ ტრენდად და მე ხდება მისი დანერგვა და მას მიჰყვებიან, ასე ვთქვათ, ბრმადაც ხშირ შემთხვევაში. მაგალითად იყო ესეთი მეცნიერი, რომელიც ატარებდა ცდებს და მაგალითად გონორეის გამომწვევს და ათაშანგის გამომწვევს, როდესაც შეიყვანა ეს ბიოლოგიური მასალა საცდელი ობიექტის ორგანიზმში და განვითარდა ორივე, ჩათვალა, რომ ორივეს იწვევს ორივეს ერთი და იგივე გამომწვევი ხავს. რასაკვირველია, ეს არასწორი იყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ მან ის მასალა, რაც მან შეიყვანა, ორივე დაავადების გამომწვევს შეიცავდა. და დიდი ხნის მანძილზე ეგონათ, რომ ეს ორივე დაავადება გამოწვეულია ერთი და იგივე გამომწვევით. ასე რომ ეს არის ნათელი მაგალითი, რომ მეცნიერება ზოგჯერ არასწორი ვექტორითაც ვითარდება. საუბარი არის მტკიცებით მედიცინაზე, რომელიც გულისხმობს სანდო, სარწმუნო ინფორმაციის გაზიარებას და სწორი კვლევის მეთოდებით შეფასებას იმ შედეგისა, რომელიც მიიღება და მიიღწევა. ასე რომ აეროთერაპია როგორც მეთოდი ტუბერკულოზის მკურნალობის აბსოლუტურად გამოუსადეგარი იმ თვალსაზრისით, რომ არანაირი შედეგი მას არ ჰქონდა. ჩვენ ვიცით, რომ აბასთუმანში იგივე ცნობილი ყველაზე ჩვენი მოღვაწე ლადო ასათიანი მკურნალობდა და რა მკურნალობდა, სამწუხაროდ აღესრულა. ეს შეიძლება იყოს სიმპტომური, ერთჯერადი ეფექტი ჰქონდეს, თქვათ,
იქ ისედაც კარგია აეროთერაპია ზოგად ორგანიზმის ზოგად გამაჯანსაღებელ, გამაკაჟებელი მისიით, მაგრამ ის რომ ის ყურნალობდეს ტუბერკულოზს და იყო ცოტა ხნის წინაც იყო დიდი შფოთი იმის თაობაზე, როდესაც ის 100 წლოვანი პრაქტიკულად ინსტიტუცია ტუბერკულოზის ცენტრის სახით, რომელიც იქ არსებობდა აბასთუმანში, გადაკეთდა აბასთუმნის ფილტვის ცენტრად. ეს არის სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელსაც არანაირი კავშირი ტუბერკულოზის თემასთან ამ კუთხით არ აქვს. ის მხოლოდ ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციას ემსახურება, მაგრამ თვითონ თემა მაშინ აქტუალური იყო იმდენად, რომ წარმოიდგინეთ მონარქის ტახტის კანდიდატი რუსეთის, რომელიც იყო გახლდათ ეს პრინცი გიორგი, იქ ყურნალობდა. ანუ ეს თემა იყო, ასე ვთქვათ, ძალიან ესეთი მიგნება ჰქონდათ იმდროინდელი კავკასიის ჯარების, ანუ იმპერიის შემადგენლობაში გახდით, მაშინ დაპყრობილი მოგეხსენებათ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და ამ იმპერიული ჯარების მთავარსარდალს ჰქონდა ეს მიგნება, რომ აბასთუმანში უმჯობესდებოდა ფილტვების დაავადებათა კუთხით მდგომარეობა ამ ჯარისკაცების, იქ მიჰყავდა გააკეთა ესეთი გარკვეული ჰოსპიტალიც მოაწყო და ძალიან კარგი შედეგები ჰქონდა ამ კუთხით, რომ ეხმარებოდა ეს დამატებითი დამხმარე საშუალება იყო, ეხლა რასაკვირველი არა ტუბერკულოზის, მაგრამ სხვა ფილტვის სხვა დაავადებათა განკურნების კუთხით კეთილი გავლენა ჰქონდა ორგანიზმზე. და ჩაითვალა, რომ აბა ვცადოთ რატომაც არა და მოიყვანეს ის მეფის ტახტის კანდიდატი იყო ის ნიკოლოზ მეორე რო გარდაცვლილიყო, ეს პიროვნება, ეს პრინცი გიორგი უნდა ასულიყო, გამხდარიყო რუსეთის მონარქი. ნუ ის დაიღუპა. არა ტუბერკულოზით იქ მოხდა რაღაც ინციდენტი, ესეთი შემთხვევა იყო, ასე ვთქვათ, კატასტროფის თვალსაზრისით ის ველოსიპედი ექსტრემალი იყო დღევანდელი გადასახედიდან, ველოსიპედით დადიოდა დიდი სიჩქარით, კლდეს შეასკდა იქ დაღმართები მოგეხსენება და დაიღუპა, მაგრამ თვითონ თემა იყო აქტუალური. მე ამ საბჭოთა ხელისუფლებამ მოკიდა ხელი თემას, თქვა რომ აი რაღაც მეფეებს უკურნალობენ, მოდი ჩვენ გავხსნათ კარები და უბრალო მოსახლეობას და ადამიანებს უკურნალოთ. ეს იდეოლოგიური არაღი იყო, უფრო ვიდრე სამკურნალო და გაიხსნა იქ უამრავი ათეულამდე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულება შეიქმნა აბასთუმანში. მაგრამ შედეგი რასაკვირველი არა. ეხლა ზოგს არის ხოლმე მოაქვთ მაგალითები, რომ აი მან კარგად იმოქმედა, განიკურნა ეს. ტუბერკულოზით ავადობის 10-15%-ში თვით განკურნება დგება. ასე რომ ეს არ არის თემა, რომ აი ამის გამო მოხდა. არის ასეთი ლათინური გამოთქმა post hoc non propter hoc, ანუ ამის შემდეგ არ ნიშნავს ამის გამო. ასე რომ ესეთი თემებიც. ყველაფერი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სარწმუნო სანდო სამეცნიერო ინფორმაციაზე დაყრდნობით უნდა იქნეს გაანალიზებული. შესაბამისად, აი ხა ჩვენ ვახსენეთ ტუბერკულოზის თანბრძოლის თანამედროვე მეთოდები. ერთადერთი მეთოდი დღესდღეობით ეს არის ანტიბიოტიკოთერაპია. უმძიმესი კურსია, ეს არ არის იოლი. 12-13 ანტიბიოტიკისგან შედგება თუ საუბარი ეხება წამალგამძლე ეგრეთ წოდებულ რეზისტენტულ შტამებს ტუბერკულოზისა და ვიცით მას კიდევ ერთხელ მაყურებელს შევახსენებ, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი იქნა აღმოჩენილი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში 1882 წელს გენიალური რობერტ კოხის მიერ. და რობერტ კოხმა თუმცა ამ დიდი აღმოჩენის გარდა მას ის მიდგომაც ჰქონდა, რომ შექმნა ესეთი სპეციალური ვაქცინას არ დავარქმნა, უფრო ბიოლოგიური მასალა, ტუბერკულინის სახით ეს დასუსტებული ბაქტერიების ასე ვთქვათ კოლონია გახდათ, რომელიც შეყავდა და რომელიც გარკვეულ რეაქციას იძლეოდა, კანის ტესტი ეგრეთ წოდებული. ტუბერკულინიც მერე უკვე ამაზე დაფუძნებით მერე შეიქმნა ბევრი ესეთი კვლევა, მაგრამ მას მიაჩნდა, რომ ეს ტუბერკულინი იყო ტუბერკულოზის განკურნების საშუალება. ეს იყო მცდარი. თუმცა გენიოსს არ უნდა დაუკარგოთ, რაც მან აღმოაჩინა, მან მატერიალიზაცია მოახდინა გამომწვევის. ეს არის მჟავა გამძლე მიკობაქტერია ტუბერკულოზისა, რომელსაც მის პატივსაცემად კოხის ჩხირი ეწოდა და 1982 წლიდან უკვე დაარსდა დაფუძნდა ტუბერკულოზის თანბრძოლის საერთაშორისო დღე, სწორედ ის 24 მარტი, როდესაც პირველად გაცხადდა გენიალური კოხის აღმოჩენა.
აქვე განვიხილოთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყოველთვის ცნობილია ეგრეთ წოდებული BCG ვაქცინა, რომელიც დღემდე კეთდება საქართველოში და საქართველოს ენდემურ კერად ითვლება ტუბერკულოზის მხრივ, გავრცელების მხრივ. რა როლს თამაშობს ეს BCG ვაქცინა ტუბერკულოზის პრევენციის თვალსაზრისით და რა გავლენა იქონია მან ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებზე დანერგვის დღიდან? ძალიან საინტერესო კითხვა. BCG ვაქცინა არა მხოლოდ ტუბერკულოზის კუთხით, ახლა დიდი ხანი არა, რაც აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში თუ არ მეშლება სვაზილენდში ჩატარდა ესეთი კვლევები, ახალშობილებს უტარდებათ ეს ვაქცინაცია 5-დან 10 დღემდეა, ყველაზე მაქსიმალური დასაშვები პერიოდი, როდესაც მას აქვს ეფექტი. ტუბერკულოზის კუთხით მისი ეფექტი იყო იმაში, რომ ის თავიდან არიდებდა დაახლოებით 5 წლის ასაკამდე ტუბერკულოზის მძიმე ფორმით ავადობას, როგორიც არის მილეარული ტუბერკულოზი, ესეთი დისემინირებული ფორმები და სხვა ასეთი. ანუ ის ტუბერკულოზისგან კი არ იცავდა ტოტალურად თქვათ ორგანიზმს, ახალშობილს, არამედ მისი მძიმე ფორმების განვითარებას ეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, მას რასაკვირველია ჰქონდა ეფექტი ის მოწოდებული იქნა 20-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის კალმეტისა და გერენის მიერ, რომლებიც სხვადასხვა პირველად ცდიდნენ მას არა როგორც ადამიანის განაღებული კულტურით, არამედ ხარის ტუბერკულოზიც არსებობს ესეთი ტუბერკულოზის ბოვინუმ იქიდან აღებული მასალით და ამ ხანგრძლივი ექსპერიმენტებით მათ მიიღეს ეს ვაქცინა, რომელიც დღესაც აქტუალურია. საინტერესო თემა მაგალითად ბრიტანეთში არ ხდება როგორც რისკის თქვენ ახსენეთ რომ საქართველოს მაღალი რისკის ქვეყანა კი ბატონო გეთანხმებით თუმცა ბრიტანეთი არ არის მაღალი რისკის ქვეყანა მაგრამ ლონდონის რამდენიმე უბანში სადაც ძალიან დაბალი სოციალური ფენა ცხოვრობს იქ BCG ვაქცინაციას აკეთებენ აი ასეთი დიფერენციაციული მიდგომაც კი აქვთ ამ ვაქცინის გამოყენებასთან მიმართებაში სამწუხაროდ ახლა ხო ბევრს გონია რომ აი გურთულესი საქმეა დღემდე დაუმარცხებელი ტუბერკულოზი წელიწად ნახევარში შესაძლებელი შეიქმნა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მოიფიქრა კაცობრიობამ შექმნა მაგრამ ეს ისეთი ვერაგი დაავადება ტუბერკულოზი არის რა ვიცი ვიტყოდი ესეთი სუპერ მოხერხებული მიკობაქტერია რომელიც ეგუება ძალიან ბევრ პირობებს ეხლაც ის მან გამოიმუშავა დიდი შეგუება ჩვენ ვახსენეთ ანტიბიოტიკების იმ დიდი ბატარეის მიმართ რომელიც უტარდება მკურნალობა პაციენტებს და მხოლოდ აი ბოლო თაობის ანტიბიოტიკებს ჰქონდათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აგრეთვე ტუბერკულოზის როგორც დიდი პრობლემის ასე ვთქვათ შემცირებაში და მნიშვნელოვან კლებაში, რასაკვირველია სხვა ორგანიზაციულ საკითხებთან ერთად და ეს განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე გამოჩნდა, როდესაც აქტიურად იქნა გამოყენებული ისეთი უახლესი თაობის ანტიბიოტიკები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, როგორიც არის ბედაქვილინი, როგორიც არის დელამანიდი, ლინეზოლიდი. აი ამ ანტიბიოტიკების კომბინაცია მოგვცა საშუალება ძალიან გაგვეიოლებინა მკურნალობის თემა თვითონ პაციენტებისთვის არის ეს საოცარი პრობლემა, დიდი დისკომფორტი. ამ უამრავი ანტიბიოტიკის მიღების პირობებში ვითარდებოდა ძალიან ბევრი გვერდითი მოვლენები. როგორც არის ნევროლოგიური ტიპის ეს დავის ტკივილი იქნებოდა თუ ესეთი დეპრესიის შეგრძნება და სხვა ასეთი იყო კუჭრაწლავის მხრიდან საშინელი მოვლენები, ასევე იყო სმენის დაქვეითების რასაკვირველია მოვლენები, ვინაიდან ანტიბიოტიკი ზოგადად მას ახასიათებს ასეთი მოვლენაც გვერდითი. ასევე იყო ძალიან ყველა პრაქტიკულად ორგანო არ იყო დარჩენილი, რომ ღვიძლის ფუნქციები კნინდებოდა, თირკმლის ფუნქციები და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი ამ ახალი თაობის პრეპარატებმა ერთგვარი გარდატეხა მოახდინეს მკურნალობის რეჟიმზე, ვინაიდან მათ შექმნეს პირობები, როდესაც კომფორტული და მისაღები გახდა ეს მკურნალობა პაციენტისთვის და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ იგრძნოს დისკომფორტი. ბევრი პაციენტი მკურნალობას წყვეტდა იმის გამო, რომ გვერდით მოვლენების აუტანლობა ჰქონდა. და ისინი ფაქტიურად წირავდნენ თავს სიკვდილისთვის. ახლა ტუბერკულოზი არ არის სწრაფი მკვლელი, ის არის ჩუმი ნელი მკვლელი. წლები გრძელდება, აი ცნობილია ახლა ის ჩვენ ვახსენეთ კურორტული თერაპია, მოდაც კი იყო ერთგვარი კურორტზე წასვლა და იქ ერთგვარი აი ის იმ საზოგადოებაში
აი ჯადოსნური მთა ცნობილი თომას მანის და ამ შემდეგ უამრავი ამას ლიტერატურული ნაწარმოები მიეძღვნა და თემა შეიქმნა. თვითონ ტუბერკულოზი იყო ერთგვარი მოდის კანონმდებელიც კი იმ დროინდელ ეს არის საუბარი მე-18, მე-19, მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის პერიოდის განსაკუთრებით პერიოდში რატო? აი მაგალითად იყო ესეთი გავრცელებული აზრი, რომ ტუბერკულოზის მიკობაქტერია, რომელიც გადადის მხოლოდ და მხოლოდ ჰაერის გზით. ის არ არის სხვა, თქვათ, საგნებიდან, საკვებიდან და სხვა ასეთი. მაგრამ იმ დროს ითვლებოდა, რომ ის ბუდობს თმიან საფარველში და რომლებიც ადამიანები, კაცები, რომლებიც ატარებდნენ ბაკენბარდებსა და ესეთ წვეროსანი დაიწყეს გაპარსვა. ეს მოდა შემოვიდა, რომ ის დიდი ულვაშები და სხვა ასეთი მოშორდა სახის საფარველს, ვინაიდან ითვლებოდა, რომ ეს იყო რისკის შემცველი. მაგრამ ამავე დროს ესეთი მოდა ეხლა დღეს რუჯი არის მაგალითად მოდაში, რომ ქალბატონები რაც უფრო კარგი სოლარიუმები, ხელოვნური, ასე ვთქვათ, ის იქმნება და სხვა ასეთი. იმ დროს პირიქით თეთრი აი ტუბერკულოზური ეგრეთ წოდებული იმიჯის პირობებში იყვნენ წარმოდგენილი ცხადია წვრილი წელით, ვინაიდან სულხან საბას აქვს განმარტებული ჭლექი ქვია ქართულად ტუბერკულოზს. ეს არის ხორცნაკლთა ანუ მჭლეთა სენი. ანუ ნიშნავდა, რომ ტუბერკულოზი ეს არის კვების პრობლემა ადამიანისთვის, ორგანიზმისთვის და ჩვენ ვიცით ის ძირითადი ნიშნები, რაც ტუბერკულოზს ახასიათებს, ეს არის წონაში კლევა, ეს არის უმადობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ერთგვარი სუბფებრილური ტემპერატურა განსაკუთრებით საღამოს საათებში, ეს არის ოფლიანობა და ეს არის ხველა, გარკვეული მიზეზის თუ მიზეზის გარეშე. მიზეზით თუ მიზეზის გარეშე და რომელიც გრძელდება ხანგრძლივად. ორ კვირაზე მეტხანს რომ გრძელდება ხველა, უკვე უნდა მივმართოთ ექიმს. ეს არის ესეთი დადგენილი წესი, ამ კუთხით დიაგნოსტიკური წესია ცხადი. ასე რომ ბევრი რამ რაც აი ამ კვების რაციონის თემას უკავშირდებოდა, იყო ძველად სხვათაშორის სხვადასხვა ცხოველის ქონით მკურნალობის მიდგომებიც და დღემდეც გარკვეულ სოფლებში ამას მიმართავენ ხოლმე, როცა ატყობენ არის ეჭვი, რომ ახველებს იქ ბავშვი ან მოზრდილი თუნდაც. მაგრამ ერთადერთი გზა მაინც თქვათ ჩვენ დარწმუნებით, სარწმუნო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ეს არის ანტიბიოტიკოთერაპია, რომლის გარეშეც ტუბერკულოზის მორჩენა გამორიცხულია. არის რასაკვირველია ოპერაციული ჩარევის მეთოდების და ჩვენს ცენტრში, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში ხშირია ოპერაციები. ისიც მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არსებული ტუბერკულოზის შემთხვევების 1/5, ანუ 20% დაახლოებით არის არაფილტვისმიერი ფორმები, ანუ ფილტვგარეთა ფორმები. ფილტვის გარეშე ტუბერკულოზი არ ვითარდება, ის მიიღება, ასე ვთქვათ, შეღწევის კარიბჭე ორგანიზმში, ეს არის ფილტვები, სასუნთქი სისტემა, რესპირაციული სისტემა. მაგრამ მისი გამოვლინება, მისი დაბუდება და შემდგომ მისი აქტიურობის წარმოება შეიძლება პრაქტიკულად ნებისმიერ ორგანოში შეხვდეს. გულშიც არის აღწერილი, თვალზე, წამწამზე, უამრავი შემთხვევებია ნებისმიერ. ხშირია ძვალსახსროვანი სისტემის ტუბერკულოზი. აი დღეს ორი ოპერაცია გაკეთდა ჩვენს ცენტრში სწორედ ძვალსახსროვანი სისტემის ტუბერკულოზის გამო. და აგრეთვე იყო ასეთი კვლევა 90-იან წლებს უკავშირდება უშვილობის გამოირკვა საქართველოში უშვილობის 27% იყო განპირობებული რეპროდუქციული სისტემის ტუბერკულოზით, რომლის შესახებ არც პაციენტმა იცოდა, არც ექიმმა. რატომღაც ითვლება, რომ ტუბერკულოზი არა ასე ვთქვათ, არა საინტერესო სადიაგნოსტიკო თემაა, თითქოს იმ პროფილური კლინიკებისთვის, სადაც პაციენტი მოხვდება და ამიტომ მე არ ვამბობ, რომ ეს ექიმების კომპეტენციას ეს ზოგადი ტრენდია, ზოგადია, მსოფლიოშია ეს. და ძალიან ყველაზე ბოლოს მე ისმება კითხვა, აბა გამოვრიცხოთ ტუბერკულოზი. ეხლა დღეს არის საუკეთესო საშუალებები თქვენ დასვით შეკითხვა თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ ეს რო არ აღნიშნოთ არ შეიძლება. დიაგნოსტიკა ტუბერკულოზის, რომელიც ძალიან საჭირბოროტოა. ეხლა შემოვიდა ახალი მოდიფიცირებული ესეთი კვლევის მეთოდი, რომელსაც ქვია GeneXpert Ultra. ეს არის მოლეკულური კვლევის შესანიშნავი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია
დასვას არა მხოლოდ ტუბერკულოზის დიაგნოზი, არამედ ისიც თუ შეაფასოს ფორმა, რა ფორმის ტუბერკულოზთანაც გვაქვს საქმე. ადრე ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა ემყარებოდა ძირითადად ბიოლოგიური მასალიდან, ნახველიდან მიღებული მასალის კვლევას მიკროსკოპული გზით და მისი დათესვა ხდებოდა ერთგვარად ნიადაგზე, შესაბამის ნიადაგზე და მერე ხდებოდა მისი დაცდა და შედეგების მიღება და ამას კვირეები, თვეები სჭირდებოდა. და ამ მეთოდოლოგიამ საშუალება მოგვცა იმ ნახვალში არსებული მასალის შეფასების ოპერატიულობის თვალსაზრისით მისი დასკვნების გაკეთებისა სულ რაღაც 40 წუთში. ასე რომ ეს შეუდარებელი კომფორტია უკვე სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომ რასაკვირველია პაციენტებისთვისაც, რომ არ არის აი მწვავე მოლოდინის განცდების პირობებში არ იმყოფება დიდი ხნის განმავლობაში და ხდება მისი გამჟღავნება. ტუბერკულოზის ერთი ყველაზე დიდი დამახასიათებელი პრობლემა ასევე არის სტიგმა. იმის გამო რომ ტუბერკულოზი არის გადამდები დაავადება, ძალიან უფრთხია. თქვენ გინახიათ ალბათ საზოგადოებას ვიღაც ახველებს როგორ მაქსიმალურად ერიდებიან, რატომ? იმიტომ რომ ტუბერკულოზის შიში. ჩვენთან შემთხვევები იყო სხვათა შორის. ეხლა ტუბერკულოზი ნახეთ, მას განსაკუთრებული პირობები სჭირდება, რომ ის განვითარდეს, გადაეცეს და გამრავლდეს. ასეთი პირობები ყველაზე კარგად არის პენიტენციურ სისტემაში, ანუ ციხის პირობებში, სადაც არის სინესტე, სადაც არის მზის სხივების ნაკლებობა, აი ჰელიოთერაპია სხვათა შორის ერთ-ერთი მეთოდიც იყო ტუბერკულოზის კურნალობის. აი ესეთ ჯურღმულებში მაცხოვრებელი ადამიანების პრობლემაც გახლავთ, იმიტომ რომ აი მზის სხივი პირდაპირ ზემოქმედებით ის ტუბერკულოზის მიკობაქტერიას აზიანებს. აი ნესტი ასეთი პირობა, შემდგომ კვება რაც არ არის სათანადო ბუნებრივი ამ პირობებში და ადრე ითვლებოდა რომ ეს იყო წყარო, რითაც საზრდოობდა ტუბერკულოზი. ეხლა ასეთი თემა მეტნაკლებად ჩვენი საქართველოს მაგალითზე რასაკვირველია ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს. მაშინ როდესაც 10-იან წლებში იყო 1250, 1300-მდე შემთხვევა ჩვენ გვაქვს სტატისტიკა ამისი. ეხლა გვაქვს ციხეებში, საქართველოს ციხეებში 2000-ულიც თუ არის გამიჭირდება თქმა შემთხვევა ტუბერკულოზის დაავადების. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის, იმიტომ რომ მარტო რიცხოვნობა შემცირდა პაციენტ იმისი რა ქვია პატიმრების თუ სხვა ასეთი. მიდგომა, მეთოდი, მეთოდოლოგია ეს მივიღეთ ჩვენ იმ შესანიშნავი მიდგომის შედეგად, რასაც ქვია სკრინინგი, ანუ აქტიური გამოვლენა. ეს როგორც მოწყვლადი ჯგუფი ისე ითვლება ცხადია ციხეები და იქ აქტიური გამოვლენის საშუალებით მოხდა აი ამ ტიპის პაციენტების გამოვლენა. ეხლა თვითონ სტატისტიკა ვახსენეთ ჩვენ და თქვენ დასაწყისში გქონდათ ამაზეც შეკითხვა და მე მაინც ციფრებს ვიტყვი, რაც საყურადღებოა მოსახლეობისთვის. წლების მანძილზე საქართველოში იყო 150, 100-ზე ქვევით არ იყო შემთხვევათა რაოდენობა რიცხოვნობა ტუბერკულოზით დაავადებისა 100,000 მოსახლეზე. ასე ითვლება ტუბერკულოზი. დღეს გვაქვს ჩვენ სარეკორდო მაჩვენებელი, ეს არის 39. ეს არ არის იდეალური, ვინაიდან ევროპა მხედველობაში მაქვს აი ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო უმეტესად, ვინაიდან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს როგორც პრობლემა მეტნაკლებად რჩება. სადაც 10-12 შემთხვევა შეიძლება იყოს 100,000 სულ მოსახლეზე, ანუ იქამდე კიდევ ვიკლია. თუმცა გაცილებით უკეთესია ვიდრე თქვათ აფრიკის ქვეყნებში, ზიმბაბვე ავიღოთ მაგალითად იქ 400-ზე მეტი შემთხვევა 100,000 სულ მოსახლეზე, კიდევ მეტი თუ არ ვცდები სამხრეთ აფრიკაში და ასე შემდეგ. ანუ ეს დიდი პრობლემა. ინდოჩინეთი ამ მხრივ ძალიან პრობლემატური რეგიონი. რუსეთშიც არანაკლებია. და მიგრაციის პროცესებმა ზოგადად გაზარდა საფრთხე ტუბერკულოზის გადადების, გავრცელების და ავადობის შემთხვევების ზრდის. აი კოვიდის პირობებში ტუბერკულოზით ავადობა ერთგვარად შემცირდა, რასაც უკავშირებდნენ პირბადის ტარებას. ეს იყო პრევენციული, მაგრამ კოვიდის შემდგომი პერიოდი აღმოჩნდა, რომ ჩვენთანაც კლინიკაში მოგმართეს პაციენტებმა უკვე შორს წასული შემთხვევებით. ძალიან ძიმე შემთხვევებით. რატომ? იმიტომ რომ არ ხდებოდა გაზიარება, ისინი არ მიდიოდნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში და კოვიდის პირობებში თუ კოვიდი არ ქონდა, ითვლებოდა რომ დანარჩენი გამოიკვლევდნენ კოვიდზე, არ იყო კოვიდი ვთქვათ და სხვა კვლევების გაგრძელება არ ხდებოდა, გახველებს მაშინ, ესე იგი, დალია ეხოლების საწინააღმდეგო. ასე რომ,
ამანაც ერთგვარად შეუწყო ხელი შემთხვევათა რაოდენობის ზრდას მსოფლიოში. და მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი სტატისტიკა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა ახლა ძალიან ავტორიტეტულ ჩვენ საუბრობთ არაყვითელ პრესაზე, არამედ სარწმუნო სანდო ინფორმაციის მატარებელ პუბლიკაციებზე და ინფორმაციაზე, სამეცნიერო ინფორმაციაზე. აი ამ კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ კატასტროფა მათთვის 11%-ით გაიზარდა ავადობა ტუბერკულოზით ბრიტანეთში, რომელიც ყველაზე კეთილსაიმედო ქვეყნად ითვლებოდა. 1.8 ადამიანი იყო 100,000 მოსახლეზე დაავადების ობიექტი. ასე რომ იქ მოხდა, ბუნებრივია მიგრაციული პროცესები და სავარაუდოდ ყურადღებაც თვითონ და ორგანიზება და მიდგომა. ეხლა ჩვენ რა გაკეთდა თქვენ ახსენეთ ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, ძალიან ბევრი რამ. კერძოდ გაკეთდა ის, რომ ადრე თუ უნდა მისულიყვნენ პაციენტები თითქმის ყოველ დღე, პრაქტიკულად ყოველ დღე, შესაბამის დისპანსერებში ან სხვა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო კაბინეტებში, რომელიც ახლა გვაქვს ჩვენ საქართველოში 64. ხდება მოცვა მთლიანად მთელი საქართველო მოცული ასეთი კაბინეტებით და რეგიონული ცენტრებით. გვაქვს სულ 10 რეგიონული ცენტრი. თბილისის ჩათვლით, თბილისში არის 2 საწინააღმდეგო დისპანსერი, დღეს მათ ფილტვის ამბულატორიული კლინიკები ქვია, ისევ აი სტიგმასთან, თემასთან დაკავშირებით ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო და ასევე რეგიონებში და რასაკვირველი პენიტენციურ სისტემაში. და ყველა მოთხოვნა და საჭიროება ტუბერკულოზით დაავადებულთა დიაგნოსტიკის, კურნალობის და რეაბილიტაციის კუთხით პროგრამა ამას ფარავს. ეს თქვენ ალბათ შეკითხვათ გექნებოდათ და მე გავასწარი მოვლენებს, მაგრამ ეს არ შემიძლია არ თქვა. ვინაიდან იყო ესეთი მიდგომა, რომ მიდიოდნენ, რიგში დგებოდნენ, იღებდნენ ამ წამალს, მიქონდათ, მე ზოგი არ მიდიოდა. მეთოდი თვითონ ტუბერკულოზის კურნალობის ეფუძნება სამედიცინო პერსონალის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მიღებულ პრეპარატის თემას. ანუ ესეთი აბრევიატურა მე ვიტყვი საერთაშორისო ესეთი დასახელებაა DOT, ანუ Directly Observed Treatment, ანუ უშუალო მეთვალყურეობით წარმოებული მკურნალობა. აი ეს არის მეთოდოლოგია ძირითადი ტუბერკულოზის კურნალობის. უშუალო მეთვალყურეობა და ეს უშუალო მეთვალყურეობა მისვლა მოსვლის თემა ჩაანაცვლა ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა VOT, რომელიც გამოიხატებოდა ერთგვარ ესე იგი ისეთი ხელსაწყო აპარატების გამოყენებაში, როგორც მობილური ტელეფონია, სპეციალიზებული სპეციალური პროგრამა დაიწერა ამისთვის, ძალიან დიდი ჩართულობა რასაკვირველია ტუბერკულოზის კურნალობის, ეს არ არის მხოლოდ აი ამ ჩვენი ქსელის, რაც ვახსენეთ, ეს არის სამინისტროს გარეშე არანაირი აქტივობა და ღონისძიება ვერ განხორციელდება და სამინისტროს პრიორიტეტში რომ არ იყოს ტუბერკულოზი როგორც ვერტიკალური ეგრეთ წოდებული პროგრამა, ეს არც მოხდება და ვერ მოხდება და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც არის ჩვენი ყველაზე დიდი საიმედო და ესეთი ერთგული პარტნიორი ამ კუთხით. ეს ორგანიზაციები ფაქტიურად განსაზღვრავენ ტუბერკულოზთან ბრძოლის აი სტრატეგიას და აი ამ სწორედ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით დაინერგა ეს ახალი მეთოდი, რომელიც ნიშნავდა, რომ პაციენტი არ მიდის ყოველ დღე, შეიძლება მივიდეს კვირაში, 2 კვირაში ერთხელ. აიღოს საჭირო წამლები და მე აჩვენოს როგორ სვამს, გადაიღოს ეს ასე ვთქვათ დაკვირვები და შესაბამისი პერსონალი ყავს, რომელიც აკვირდება ამას და აფიქსირებს, რომ ის კეთილსინდისიერად იტარებს კურნალობის კურსს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რატომ არის მნიშვნელოვანი? ნახეთ, მცირე გაუმჯობესებასაც რომ იგრძნოს პაციენტი, მაინც სუბიექტურია. ის წვეთს ან არა თანმიმდევრულად, არა სისტემატურად ახორციელებს კურნალობის კურსს. ეს არის დიდი დარღვევა, რატომ? იმიტომ რომ ტუბერკულოზის მიკობაქტერიას არ ძინავს, იმუშავებს შეგუებას და ის უკვე ხდება, შეიძლება გადავიდეს ასეთი ტიპის შემთხვევა რეზისტენტული ტუბერკულოზის სახეობაში. ეს რას ნიშნავს? შეიქმნება ტუბერკულოზის წამალმდგრადი ფორმა. წამალმდგრად ფორმასთან ბრძოლა არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვინაიდან მას პრაქტიკულად წამალი ვერ შველის. ანუ ანტიბიოტიკიც კი უძლურია, ვინაიდან მიკობაქტერიამ უკვე გამოიმუშავა ის გრადიენტი შეგუებისა, რომელიც მას საშუალებას აძლევს კომფორტულად იგრძნოს თავი თუნდაც ანტიბიოტიკების თანაობისას. ასე რომ მკურნალობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდოლოგიას, ურთიერთობას პაციენტთან. ჩვენ აი ეს ის განსაკუთრებული სფეროა,
ფტიზიატრია, პულმონოლოგია, როდესაც პაციენტის გვერდში დგომა სჭირდება ექიმს. რატომ? სამკუთხედი ერთგვარი ავადმყოფობა, პაციენტი და ექიმი. პაციენტი თუ არ წამოვიდა ექიმის მხარეს, თუ არ შეასრულა ზედმიწევნით ის დასახულება და ის მოთხოვნა, ის შეიძლება გადაიხაროს ყველაფერი ავადმყოფობის პროგრესიის მხარეს და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიდგომა ჩვენს შემთხვევაში. თქვენ ახსენეთ რეზისტენტული შტამები, ცნობილია რომ ეფექტურ მკურნალობასთან ერთად წარმოიშვა და მომავალშიც შეიძლება წარმოიშვას უფრო მეტი რეზისტენტული შტამები, როგორ უნკლავდებით ამ ასე ვთქვათ ჯიუტ შტამებს და რა პროცენტულობას იკავებს ის საერთო რაოდენობაში ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანების საერთო რაოდენობაში? კი ბატონო, მნიშვნელოვანი შეკითხვა. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ 2016 წლამდე ვითვლებოდით აი ამ რეზისტენტული შტამების კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთ ბრჭყალებში ვამბობ ლიდერ ქვეყნად. ანუ შავ სიაში ათეული, შავი ათეული ეგრეთ წოდებული არსებობდა და ვადებ ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა და მათი მიდგომებით ცხადი ეს ჩემი მოგონილი არ გახლავთ და იმ ბოლოში ვიყავით და გვერქვა რეზისტენტული ტუბერკულოზის მძიმე ტვირთის მატარებელი ქვეყანა. რადგან სწორედ ის რიცხოვნობა ერთ სულ მოსახლეზე და თვითონ რაოდენობა თვითონ ამ გავრცელების აღწევდა ასეულებს 1000-მდე ადიოდა რეზისტენტული შტამი მოქმედებაში. ეხლა დღეს მდგომარეობა გაცილებით უკეთესია 150-200-მდე პრაქტიკულად შემთხვევაა მხოლოდ, მაგრამ ესენი რასაკვირველია დიდ ყურადღებას საჭიროებენ და მისი ხვედრითი წელიც მნიშვნელოვნად შემცირდა იმ საერთო ავადობის მაჩვენებელში, რომელიც აქ უფრო მათი შემცველობის თემა ერთია და მკურნალობის გამოსავალი. აი ამ რეზისტენტული შტამების მკურნალობის გამოსავალი 67%-ს ასცილდა და უკვე უფრო მეტიც აგვაქვს. ანუ მოვერიეთ რომ იტყვიან ოღონდ ესეც იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მოყვება. იქ სადაც მკურნალობა შეწყვეტილია, იქ სადაც მეთვალყურეობიდან იკარგება პაციენტი, ან სხვა ქვეყანაში მიდის ისე რომ აქ წყვეტს მკურნალობას და ვთქვათ იქ ჯერ არ დაიწყებს და ასე შემდეგ. გარკვეული პერიოდის წინ რიგები იყო. საფრანგეთში მიდიოდნენ, გერმანიაში მიდიოდნენ ჩვენი პაციენტები, იმიტომ რომ არ იყო ხელმისაწვდომი ეს თანამედროვე პრეპარატები და ნუ იყო კიდევ სხვა სიკეთეები, რის გამოც ისინი ირჩევდნენ ამ გზას. დღეს საბედნიეროდ ეს მნიშვნელოვნად შემცირებული ასეთი რიცხოვნება, ასეთი ტიპის პაციენტების ბევრი ხა იქ თავშესაფრის კუთხით საინტერესო იყო მათთვის ეს მიდგომები და ამ შემდეგ. მაგრამ დღეს ეს რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ყველა ის რესურსი გაგვაჩნია, რაც ნებისმიერ ქვეყანას, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გააქვს. ეხლა ტუბერკულოზთან ბრძოლა ვერ განვითარდება იზოლირებულად. ანუ ეს არ არის ერთი ლოკალური ქვეყნის ამოცანა თუ მისი, ვთქვათ, გამარჯვება თუ ამ შემდეგ. ვინაიდან ჩვენ ვახსენეთ მიგრაციული პროცესები, ტუბერკულოზი არის არ ცნობს საზღვრებს, ის გადაეცემა აი ესე აქტიურად რომ მიტყვიან ჰაერის გზით და შესაბამისად ტუბერკულოზთან ბრძოლა ეს არის დიდი საერთაშორისო მისია და საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულება. არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც ამ საკითხებს უყურებს და ჩვენ აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. მე ძალიან სიამაყით ამავსო, ჰანს კლუგე არის ესეთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, პიროვნება, რომელიც ტუბერკულოზის დარგშიც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და დიდი ღვაწლი და მან მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არისო საკითხი ჩვენ არა მარტო ეხმარებითო საქართველოს, არამედ ბევრ რამეს ვსწავლობთ საქართველოსგანო, მათ შორის პირველი და ერთადერთი უფრო სწორად რაც დაასახელა, ეს იყო ტუბერკულოზის მართვა. აი ეს ფრაზა თქვა. ნუ რასაკვირველია იყო იქ საუბარი C-ჰეპატიტის ელიმინაციის თემაზე და სხვა ძალიან დიდ მიღწევებზე, რაც საქართველოს ჯანდაცვას გააჩნია, მაგრამ მან აი ესე ხაზგასმით აღნიშნა მისი სიტყვებია, ვციტირებ, რომ ჩვენ ვსწავლობთ საქართველოსგან მათ შორის ტუბერკულოზის მართვას. აი ეს ფრაზა თქვა. ასე რომ აი ამ ორგანიზაციათა თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ გვეხმარება ძალიან გლობალური ფონდი მედიკამენტების, რომლებთან საშუალებითაც ჩვენ შეღავათიან ფასებში ვახორციელებთ ამ შესყიდვებს. გლობალური ფონდი. აი ყველაზე დიდი ჩვენი კარგი დონორი აქტიური პარტნიორი ეს არის შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, ასე ქვია ამ ფონდს სრულად და ის ჩვენ ძალიან გვეხმარება ბევრ საკითხებში.
არა მხოლოდ ინსტრუმენტული აღჭურვის და იქ თქვათ რაღაც თემებში, თუმცა ძალიან სერიოზული ხმა, მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფი, ვიდეო ბრონქოსკოპები, აი ეს ჯინ ექსპერტის აპარატები, რომელიც 44-ია საქართველოში შემოიტანეს მაშინ და ჩვენ გქონდა იმის ფუფუნება, რომ კოვიდის დროს გამოგვეყენებინა ეს აპარატები სწორედ კოვიდის ასევე დიაგნოსტიკისათვისაც. ეს არის 4 მოდულიანი, 8 მოდულიანი, 16 მოდულიანი აპარატები, რომელსაც ერთდროულად შეუძლია დაადგინოს შიდ სისტემაც, ტუბერკულოზის თემაც, C-ჰეპატიტის თემაც, კოვიდის თემაც და ასე შემდეგ. ასე რომ მის მიხედვით თუ რა მოდულები იქნება მასში ინტეგრირებული. ასე რომ ამ ხრივაც ძალიან ბევრი და კარგი საქმე გაკეთდა პროგრამულად. ეს ჩვენი რასაკვირველია, არავინ არ დაიჯეროს, რომ ვიღაც თქვათ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სადღაც სამყაროში დღენიადაკ ფიქრობს, რომ არიქა რა უჭირთ რომ ის მივაწოდეს, ჩვენი აი ამ ორმხრივი ურთიერთობის შედეგია, როდესაც ჩვენ იმ საკვანძოს პრობლემების იდენტიფიკაციას ვახდენდით და მივმართავდით და აი ამ დაჟინებული ასეთი მიმართვით და ამ თანამშრომლობით მათ ინტერესშიც რასაკვირველია შედიოდა, ხდება აი ეს განვითარება. ეხლა ჩვენ ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს, სამეცნიერო პროექტები, რომელსაც ტუბერკულოზთან ბრძოლაში აქვს გადამწყვეტი, ჩვენ ვახსენეთ ვაქსმანი, რომ არ ყოფილიყო მეცნიერება, დღეს ტუბერკულოზი იქნებოდა, არ ვიცი, როგორ პიედესტალზე და სად იქნებოდა ერთმა უწყის. ასე რომ მეცნიერების გარეშე არ ხდება არც ტუბერკულოზთან მორევა, არც იმ ახალი მედიკამენტების გამოგონება. დღეს ტუბერკულოზის სფეროში ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა სწორედ ჩვენ ვახსენეთ კიდეს და დაუბრუნდეთ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. ამაზე აქტიურად მუშაობს რამდენიმე ჯგუფი ბიოტექნოლოგებისა, ფრანგული მიმართულება, მათ შორის აქტუალური, ვინაიდან ფრანგებს ამ კუთხით ძალიან კარგი გამოცდილება და კარგი ბაზა აქვს ზოგადად, ამერიკელები, გერმანული ჯგუფიც არის ჩართული და ასე შემდეგ. საერთაშორისო დიდი კოლაბორაციებია. თუმცა ჯერჯერობით დამოიმედებელ პროგნოზებს ვერ იძლევიან. ამბობენ, რომ 30-იანი წლების ბოლოსკენ შეიძლება გაჩნდეს პირველი ეგზემპლარები, რომლებმაც უნდა გაიარონ ტესტირება. ეს იქნება ძალიან კარგი. მანამდე არის ერთადერთი გზა, ეს არის დროული აღმოჩენა, ანუ სკრინინგი, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების სკრინინგი არის ორი სახის მოგეხსენებათ, არის პოპულაციური სკრინინგი, ანუ დიდი მთელი მოსახლეობის გამოკვლევა რაღაც მიმართულებით და არის კიდევ ტარგეტული, ანუ მიზნობრივი სკრინინგი, გარკვეული ჯგუფების მოცვა სადაც ხდება. და ამ ხრივ ყველაზე საინტერესო ჯგუფები რა არის? იცით, აი კომპაქტურად ჩასახლებული ჯგუფები. აქ ჩვენთან სამწუხაროდ აი ამ ომებმა და ოკუპაციამ და ბევრმა იმ მოვლენამ, რაც განვითარდა საქართველოში, შექმნა ერთგვარად აი ეს კომპაქტურად ჩასახლებულ პირთა ერთობები, სადაც ტუბერკულოზი მათ შორის კარგ ნიადაგს პოვებს გავრცელებისთვის. ასე რომ აქ ვახორციელებთ ჩვენ სწორედ ვახსენეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გლობალური ფონდი მათთან ერთად ამ პროექტებს, რომ დავსკრინოთ და ის მოწყვლადი ჯგუფები. ეხლა არის ფიქრობთ, რომ ტუბერკულოზი დადის ცალკე იზოლირებულად. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი 6-ჯერ ზრდის რისკებს ტუბერკულოზით ავადობისა. ანუ პრაქტიკულად მისი კომორბიდობის, ანუ თანაავადმყოფობის შესწავლაც და მისი მკურნალობაც არის აუცილებელი. ის როგორც აი ჩვენ უკვე სტანდარტად არის ტუბერკულოზის ეროვნულ პროგრამაში, რომ ხდება შიდსით დაავადებულთა გამოკვლევა. რა არის ტუბერკულოზი? ეს არის დაქვეითებული იმუნური სტატუსი, რომელიც ვერ ერევა ტუბერკულოზის მიკობაქტერიას, რომელიც პრაქტიკულად ბოლო კვლევების თანახმად ყოველ მეორე მესამე ადამიანს გვაქვს. ოღონდ ის არის ინტაქტურ მდგომარეობაში, ის არ არის აქტიური, ასე ვთქვათ, გამჟღავნების ფაზაში. ერთმა დაგვიფაროს, რომ წალეკავდა ტუბერკულოზის სამყაროს. მაგრამ საკმარისია დაქვეითდეს იმუნური მდგრადობა ორგანიზმის, შეიქმნას აი ეს პირობები, რომელზეც ზემოთ საუბრობდით და ის ქმნის სწორედ წინაპირობას ამ იმუნური სტატუსის დაქვეითებისა, თვის და შესაბამისად ვითარდება აქტიური ტუბერკულოზი. ეხლა არის ტუბერკულოზის ფორმა, რომელსაც მთვლემარე ეგრეთ წოდებულ ლატენტურ ტუბერკულოზს უწოდებ და ბევრს აქვს. სამწუხაროდ ესეც დიდი პრობლემაა. ეხლა ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სწორედ მოხდეს ლატენტური ტუბერკულოზის სკრინინგიც. ანუ არ აწუხებს ჩივილი ადამიანს, არ აქვს თქვათ სიმპტომები, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს აი ეს
თემა და ამისი კვლევა ხდება. კიდე ერთი გარემოება მინდა ვახსენო. საქართველოში სრულად არის დაფარული კონტაქტების კვლევა, ეგრეთ წოდებული. ანუ დაავადებული პირის უახლოესი გარემოცვა, ოჯახის წევრები, მეზობლები და სხვა ასეთი. იქ ხდება მათი მასიურად გამოკვლევა. რომ თუ პიროვნება დაავადებულია, არის რისკი და საშიშროება, რომ მან გადასცა უკვე ეს დაავადება და ეს უნდა გამოვრიცხოთ. ეხლა სხვათა შორის ტუბერკულოზით ავადობა გარკვეული სოციალური კუთვნილების ჯგუფებისთვისაც უფრო ხშირია. ეხლა მაგალითად გარდა იმისა, რომ აი ესე ჩვენ ვახსენეთ აი არაშესაფერი საცხოვრებელ პირობებში განთავსებული ადამიანებისთვის არის რისკი, მაგალითად კაზინოში მომუშავე პერსონალი და იქ მოთამაშეებისთვისაც არის რისკი, რატომ? იქ არ ხდება აერაცია, დახშულია გარემო, იქ სინათლე არ შემოდის გარედან, რომ ესეც მარკეტინგული ხრიკია ცხადია, რომ დღე და ღამის აღქმის უნარი არ გაუჩნდეს და ამან თქვათ რაღაც გადაწყვეტილებები არ მიაღებინოს იქ მოთამაშე პერსონალს, ბიზნეს სისტემა, მაგრამ ამასთანავე არის და ჩვენ ქონია შემთხვევები, რომ აი ეს კრუპიეები და იქ მოთამაშე პერსონალიც უпростоრად პიროვნებებიც ყოფილან ტუბერკულოზით დაავადებული ჩვენთან, ისევე როგორც ბანკების თანამშრომლები, სადაც ასევე აერაცია არ ხდება, ასევე აფთიაქებშიც. ეს თვითონ პრობლემა არის გარკვეული ჯგუფებისაც, ამიტომ ყველა უნდა იყოს ფრთხილად, ფხიზლად და პირველი ნიშნებისთანავე მიმართოს შესაბამის დაწესებულებებს. ძალიან საინტერესოა. როგორ დაიწყო ტუბერკულოზის პროგრამა, ვინ არიან პარტნიორი ორგანიზაციები და ზოგადად ვის შეუძლია რომ ისარგებლოს ამ პროგრამით? კი ბატონო. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში 90-იან წლებში გენერირდა ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა. 96 წელი იყო თუ არ მეშლება და იმის შემდეგ მან განიცადა რასაკვირველი მნიშვნელოვანი სახეცვლილება, დაემატა ახალი კომპონენტები, შეიქმნა ის ბაზა, რომელიც ქსელის სახით არის წარმოდგენილი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქსელის სახით არის წარმოდგენილი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისად და ამავე დროს ეს პროგრამა განხორციელდა იმ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომელზეც მე მოგახსენეთ კიდეც ეს პირველ რიგში რასაკვირველია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გახლავთ, ასევე არის ტუბერკულოზთან, შიდსთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი, რომელიც საერთაშორისო დიდი ორგანიზაციაა და სწორედ აი ამ დაავადებების მიმართულებით მუშაობს ეს მსოფლიო ბანკთან არსებული და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით მოქმედი ორგანიზაცია გახლავთ. ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია შეაჩერე ტუბერკულოზის პარტნიორობისათვის Stop TB Partnership ასე ჰქვია. ეს არის ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული და მისი ძირითადი მისია არის ქვეყნების მთავრობებისთვის მოწოდება, რომ მოხდეს უფრო მეტი ფინანსის ჩადება ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ეს ერთ-ერთი დიდი საფრთხე მსოფლიო ჯანმრთელობის. სოფლიოს მიერ თუ არ იქნა მხარდაჭერილი მასთან ბრძოლა, ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოიცემს. გეტყვით, რომ ჩატარდა ორი გენერალური ასამბლეის ორი სხდომა, საუბარია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, რომელიც მიეძღვნა ტუბერკულოზს. მათ შორის ერთ-ერთი იყო 2018 წელს, სადაც ჩვენი მინისტრი გახდათ მაშინ დავით სერგეენკო იყო სპიკერი აი ამ დიდი სხდომის, რომ შეფასდა ის ღვაწლი, რომელიც საქართველოს თქვათ შეიტანა ამ დიდ ბრძოლაში. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს მხარდაჭერა, ეს გაზიარება, ეს მსჯელობა, აი სამეცნიერო თანამშრომლობა, რომელზეც მოგახსენებდით. ეხლა ჩვენთან მაგალითად მიმდინარეობს პროექტები, რომელიც მხარდამჭერები არიან ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორები, შვეიცარიის ტროპიკული მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი. იქ ჩვენი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული და ერთ-ერთი ლიდერები არიან ამ ორგანიზაციის, მეცაც ვიტყოდი. ასევე არიან ჩართულები ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მხარდამჭერი ემორის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფაკულტეტი და ის ჯგუფი, რომელიც ჰენრი ბლუმბერგისა და ამჟამად უკვე რასელ კემპკერის, მეთიუ მეგის და სხვათა მონაწილეობით აქტიურად მუშაობენ ყველა იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მათ შორის აი დიაბეტის გავლენა და მასთან ბრძოლა, მისი მართვა. მუშაობთ ასევე
ტუბერკულოზის შტამების გენეტიკური კოდის გამოყოფაზე და მის შეფასებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ დაავადების განვითარების და მისი გავრცელების თუ მისი გართულების პროგნოზის დასადებად და ამისთვის ჩვენ გვაქვს ბედნიერები ვართ რომ ისეთი ძვირადღირებული ხელსაწყო როგორც არის გენური სეკვენატორი. აი ამ კვლევების და მხარდაჭერის პირობებში ჩვენ შევიძინეთ არაერთი საინტერესო ხელსაწყო რომელიც გადმოგვეცა ჩვენ მფლობელობაში, მათ შორის არის ფარმაკოკინეტიკის ესეთი აპარატი, ეს არის მას სპექტრომეტრი, სითხური ქრომატოგრაფი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ზუსტად შევაფასოთ ის რაციონალური დოზა მედიკამენტისა, რომელიც ჭირდება კონკრეტულ პაციენტს. დღეს მედიცინა როგორ არის მოწყობილი, რომ პაციენტს ენიშნება მკურნალობა კილოგრამზე რაღაც გარკვეული დოზით, მაგრამ ის კილოგრამი თავის მეტაბოლიზმით, თავისი აი მოძრაობით, დინამიკით განსხვავდება, რასაც ერთი პაციენტის კილოგრამი წონა აბსოლუტურად სხვა არის, ვიდრე მე წონა არ მაქვს ხედველობაში, ის შიგთავსი, რასაც ამ ფრაზაში ვდებთ, სხვა პაციენტი, ასე რომ მას ყველას ინდივიდუალური მკურნალობა სჭირდება. აი, ჩვენ მივდივართ ინდივიდუალიზებული მედიცინისკენ. ეს არის სწორედ ამისი არსი. ჩვენ მაგალითად მინდა გითხრათ, რომ ვიყენებთ ისეთ მეთოდს, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი აი გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა დიდი მანქანა, ეს არის მობილური რენტგენო ლაბორატორია, სადაც არის დამონტაჟებული ჭკვიანი სისტემა, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ ექიმის გარეშე 98%-იანი სიზუსტით სვამს დიაგნოზს, რომ აქ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ტუბერკულოზზე, ვთქვა. და არა მარტო ვიფიქროთ, არამედ ფორმასაც კი ადგენს ტუბერკულოზის, როგორი ტიპის ტუბერკულოზთან გვაქვს საქმე. ფორმები უამრავია, მე დეტალიზებას არ შეუდგები, ეს არ იქნება საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის, მაგრამ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ამ გარემოებების გაგება, ასე რომ კომპლექსურია ბრძოლა ტუბერკულოზთან, მრავალმხრივია, მრავალწახნაგაა და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ძალიან კარგი კოლეგები გვყავს, აი თავშეწირული ხალხი. არ ვიტყოდი, რომ ტუბერკულოზი არის ერთ-ერთი ესეთი ბიზნეს პროექტი თვალსაზრისით, რომ საინტერესო იყოს იქ მოღვაწეობა შემოსავლის თვალსაზრისით. ყველგან მთელ სამყაროში ტუბერკულოზი დაფინანსებული არის დოტაციაზე, არის მთავრობების, სახელმწიფოების მიერ და შესაბამისად აი სწორედ ამის ადვოკატირება ხდება იმ შეაჩერე ტუბერკულოზი თანამშრომლობა, რომლებიც აი სწორედ გაეროს მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დავალებები მიეცათ ქვეყნის პირველ პირებს, სხვათა შორის რომ რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ეს არის საერთაშორისო გამოწვევა. ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე დღეს, მით უმეტეს, როდესაც საბედნიეროდ კოვიდის გარეშე ვართ. კოვიდის გარეშე არ ვართ მთლად, მაგრამ მეტნაკლებად. ასე რომ ინფექციური ასეთი გადამდები პათოლოგია არის ამოსავალი წერტილი იმ ბრძოლისა, რომელსაც ახორციელებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მეთაურობით ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც ამ საქმეშია ჩართული. ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა, როგორც მოგახსენეთ, ღია საზოგადოებისთვის, ფართო მასებისთვის ნებისმიერ შეუძლია მომართოს და დეტალურად ვიტყვი, რომ ის არის უფასო იმ შემთხვევაში, როდესაც არის უფასო თვითონ პაციენტებისთვის, თორემ უფასო ამ სამყაროში არაფერი არ არის ცხადია, ეს სწორედ სახელმწიფოს დონაციით და მისი გვერდში დგომით ხდება, მომართოს დიაგნოსტიკა დაწყებული თვითონ დიაგნოსტიკური კვლევები, რომელიც აუცილებელია ამ კონკრეტული თქვათ ნოზოლოგიის დასადგენად. არის უსასყიდლო ამ პაციენტებისთვის, ასევე სრულად უსასყიდლოა მკურნალობა, სტაციონარული მათ შორის მკურნალობა და სტაციონარული მკურნალობის ვადები მკვეთრად შემცირდა. დრო იყო დაახლოებით 10-11 წლის წინ, როცა ვიწყებდით ჩვენ ამ პროექტებზე მუშაობას, მე მახსოვს 2 წელიწადი და ნახევარი და 3 წლამდეც იყო ცალკეული შემთხვევები პაციენტები იწვნენ. მკურნალობდნენ და უშედეგოდ. ახლა ამჟამად რეზისტენტური ტუბერკულოზის მკურნალობაც კი 6 თვიან ვადაზეა ნიშნულზეა ჩამოსული და ჩვენი გეგმა არის, რომ 4 თვიან სამკურნალო რეჟიმზე გადავიდეთ. მთლიანად ამოვიღეთ ხმარებიდან საინიექციო მედიკამენტები და მხოლოდ პერორალური, ანუ ესეთი საკვები გზით მიღების თემაა დარჩენილი. და ამან ძალიან კარგი ეფექტი მოგვცა. დიდი კომფორტი შეიქმნა პაციენტებისთვის ეს მკურნალობა, მათ შორის არ არის აქ საუბარი, რომ მხოლოდ სამკურნალოდ წვანან, კვებით უზრუნველყოფს სახელმწიფო,
5ჯერადი კვება. კვებასაც სამკურნალო დანიშნულება აქვს. აი მაგალითად აი მარტივ მაგალითს გეტყვით, აი დადგენილია რომ ყველი ასეთ პაციენტებს ნაკლებად უნდა მივცეთ, რადგან ის შეიცავს ისეთ ამინომჟავებს, რომელიც ხელს უშლის ანტიტუბერკულოზური ზოგიერთი პრეპარატის შეწოვას ორგანიზმში. ანუ ესეც მეცნიერების დონეზეა და სწორი, ასე ვთქვათ, შეფასებების საგანი უნდა იყოს ყოველთვის. ეხლა რაც და შესაბამისად პაციენტ თუ დასჭირდა მას ოპერაცია, ესეც აბსოლუტურად უსასყიდლოდ ჩატარდება და გრძელდება შემდგომ მეთვალყურეობა. ანუ ამბულატორიულ რეჟიმზე თუ გადადის პაციენტი და მისი მკურნალობა ხდება ამბულატორიულ რეჟიმზე და ჩვენ ძალიან ბევრი პაციენტი გვყავს და ასე რასაკვირველია მათთვის უფრო კომფორტულია. თუმცა მეორეს მხრივ ვიტყვი რომ ამ რეჟიმებმა და ასეთმა შემცირებამ პაციენტების რიცხოვნობის საქართველოში 12000-ზე მეტი იყო შემთხვევათა რიცხვი საუკუნის დასაწყისში. აი ჩვენ 21 საუკუნეში საუბრობთ. 12000, 16000-მდე წაღწევთ. ეხლა ამჟამად გვაქვს სულ 1448 შემთხვევა გქონდა ბოლოს ტუბერკულოზის დაავადების საქართველოში. ანუ მკვეთრად შემცირდა. თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, ეს არ გვაძლევს პირიქით, ეს ის კრიტიკული ზღვარია, როცა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ეს გრადიენტი, არ დავწიოთ ქვევით ეს ნიშნული, ანუ მაქსიმალურად ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ეფექტი გაძლიერდეს. ვინაიდან გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება მე მის აღდგენას, ვიდრე ეს მანამდე იყო. ასე რომ რასაკვირველია ეს გარკვეულ ფინანსურ კითხვებსაც ბადებს, რომ ჩვენ როგორ გავუმკლავდებით ამ გამოწვევას, თვითონ დაწესებულებები, ვინაიდან ამ შემცირებული პაციენტების რიცხოვნება ბუნებრივია, აისახება ერთგვარად ჩვენს საბიუჯეტო შემოსავლებზე, მაგრამ ჩვენი გზა არის სწორედ ის, რომ ჩვენ როგორც მოგახსენებთ, ჩვენ ქვია ფილტვის დაავადებათა ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, ანუ ვიმუშავებთ, რომ გავზარდოთ მიმართულებები, გავზარდოთ მოცვა და სწორედ ფილტვის დაავადებებზე გავაკეთოთ დამატებითი აქცენტები და დამატებით, ასე ვთქვათ, მიმართულებები განვავითაროთ და შესაბამისად განვავითაროთ ის სკრინინგ პროგრამები, რომელიც პრევენცია არის ყველაზე უებარი საშუალება ნებისმიერ ინფექციური დაავადებას და არა მხოლოდ ბრძოლაში და მისი მეთოდები და გზები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლოს რა შეუძლია რომ რიგით ადამიანს როგორ შეუძლია რომ თავიდან აირიდოს ეს ძალიან ძიმე დაავადება? კი ბატონო, ჩვენ ჩამოვთვალეთ მოკლედ ის ნიშნები ვახსენეთ და როდესაც იმ რამდენიმე კვირიანი ხველის პირობებში, როდესაც არის ზოგადი სისუსტე, როდესაც არის უმადობა, წონაში კლება, როდესაც არის ოფლიანობა, საღამოს ტემპერატურა, ზოგჯერ ტკივილი გულმკერდის არეში, ხველა ზოგჯერ ნახველში სისხლიც გაერევა, ვთქვათ, ესეთი შემთხვევებიც არის ცხადია. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულებებს. ასეთმა თუ ეს რეგიონებში ხდება, ყველა რეგიონულ დიდ ცენტრში არის რეგიონული ცენტრები ტუბერკულოზთან ბრძოლის, ჩვენი ცენტრები, ან მოვიდეს თბილისში, მარუაშვილის 50-ში ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, სადაც მას აბსოლუტურად უსასყიდლოდ მისთვის უსასყიდლო იქნება როგორც კვლევები, ასევე მისი კონტაქტების კვლევებიც, ოჯახის კვლევები და მკურნალობის კურსი. მათ შორის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპერაციული მკურნალობის ჩათვლით. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და საინტერესო დიალოგისთვის. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენება იმ მნიშვნელოვანი სოციალური დაავადების თაობაზე, რომელსაც ტუბერკულოზი ჰქვია და როგორც ანტიბიოტიკების აღმომჩენმა ფლემინგმა მას მიაწერენ ამ ფრაზას ბრძანა, დადგება დრო კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ავადმყოფობა იქნება ავადმყოფის უცოდინრობის ბრალი. ასე რომ უნდა ვიცოდეთ ავადმყოფობის შესახებ, მისი ძირითადი ნიშნების შესახებ, რასაკვირველია ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და დროულად მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. მადლობთ.